საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. საქმიანობის ანგარიში 2025 წელი. რეზონანსული საქმეები და დანაშაულის სტატისტიკა. 2025 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 1909 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. დანაშაულებრივ ფაქტებზე ეფექტიანმა რეაგირებამ ხელი შეუწყო სახელმწიფო ინტერესების დაცვას და საფინანსო ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის რისკების შემცირებას. დანაშაულის საფინანსო საქმიანობის სფეროში. საგამოძიებო სამსახურმა საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილი 985 დანაშაულის ფაქტი გამოავლინა და სისხლის სამართლებრივი დევნა 375 პირის მიმართ დაიწყო. გამოვლენილია საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ-თავის არიდების ფაქტები. დანაშაულის საკუთრების წინააღმდეგ. საგამოძიებო სამსახურმა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული 232 დანაშაულის ფაქტი გამოავლინა და სისხლის სამართლებრივი დევნა 209 პირის მიმართ დაიწყო. გამოვლენილია დიდი ოდენობით, მოტყუებით, ქონებრივი დაზიანებისა და დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისების ფაქტები. დანაშაულის სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ. საგამოძიებო სამსახურმა სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული 359 დანაშაულის ფაქტი გამოავლინა და სისხლის სამართლებრივი დევნა 422 პირის მიმართ დაიწყო. დანაშაული ფულად საკრედიტო სისტემაში. საგამოძიებო სამსახურმა ფულად საკრედიტო სისტემაში ჩადენილი 151 დანაშაულის ფაქტი გამოავლინა და სისხლის სამართლებრივი დევნა 177 პირის მიმართ დაიწყო. გამოვლენილია დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ფულის გასაღების ფაქტები. სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული იქნა 220.300 ამერიკული დოლარი, 6.050 евро და 1200 ლარი. დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ. საგამოძიებო სამსახურმა სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული 14 დანაშაულის ფაქტი გამოავლინა და სისხლის სამართლებრივი დევნა 15 პირის მიმართ დაიწყო. სამოხელეო დანაშაული. 2025 წელს საგამოძიებო სამსახურმა სამოხელეო დანაშაულის 22 ფაქტი გამოავლინა, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა 21 პირის მიმართ დაიწყო. გამოვლენილია ქრთამისაღების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი გულგრილობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტები.